თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძისა. შაიშმელაშვილის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაუთის შეცვლას, პროკურატურა კი პატიმრობის ზალაში დატოვებას ითხოვდა. საბოლოო ჯამში მოსამართლე ირაკლი ხუსკევაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც. ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ბრუტალური დასჯის ფორმების შემოტანას ცდილობს. მისი განმარტებით, რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდნენ, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით რეაგირებენ. აუდიო ჩანაწერები სოციალურ ქსელში ვრცელდება. არასოდეს ადმინისტრაციულ სამართალს რეაგირებას აღგასცემია ამგვარი მაშინ შეფასება. პირველად ოსიფის მოწვევის აცინარებებს და ადმინისტრაციულ სამართალს არასოდეს ასეთი ფორმის შეფასება ჩაუყურებელი პოლიტიკურ ასასებულ აქციას ტექსტს. პირველად ოსიფის მოწვევის პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ და თქვა, რომ ფოტო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით აქვს წარმოდგენილი, გადაღებული იყო როგორც პერფორმანსი. მანჯგალაძის თქმით, ფოტოს გადაღება მას თხოვეს, რაზეც უარი ვერ თქვა, ხოლო უშუალოდ ამ ფოტოში ნარსი არ ასახავს იმას, რომ რაღაც ორგანიზებული იყო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ასევე ირაკლი ჩხვირკია. ჩემ წინააღმდეგ არ არის არც ერთი მამხილებელი მტკიცებულება ჩემს საქმეში, რატომ უნდა მივიმალო, რისი უნდა შემეშინდეს. თუ ირაკლი ჩხვირკიას იმხელა გავლენა აქვს, რომ მე თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში დავაორგანიზებ 100,000 კაცს და კიდევ მოვარღვე ვიმღობეს, მაშინ ციხიდანაც იგივე საფრთხეს წარმოვადგენ და პირდაპირ გამომიტანეთ დახვრეტ ან პირის ამოკერო ან რაღაც ისეთი, რომ ხმა ვეღარ ამოვიღო და საერთოდ აღარ გამოჩნდეს საზოგადოებაში და სასამართლოსაც ამიგრძალეთ მოსვლა. თუ ასეა, უსამართლობა იქნება ჩემი დატოვება წინასწარ პატიმრობაში. ერთადერთი მტკიცებულება გამოკვლეულია, დაკითხულია აბიდოსკოპიური ექსპერტი, რომ დასკვნით სიტყვებამდე არ მოვიდე, საქმე აღარ მაქვს. სახლში მელოდება ორი მოხუცი, ორივე ერთმანეთს უვლის და ვერ ცულის. 63 წლის პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა და 97 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდი ბებია. ომის ვეტერანები ორივე, სამედიცინო მუშაკები. რაც დრო გადის, არავის არ სცალია ჩვენთვის. კარგად იცით, სახლში როცა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, არავინ მოგიგვარებს, თავად თუ არ მოაგვარე.
მურთაზ ზოდელობას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება 317 მუხლით წარედგინა ირაკლის შაიშმელაშვილსაც, რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვერკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.